ბრიტანელი ჟურნალისტი უილ ნილი საქართველოში არ შემოუშვეს. ორგანიზაცია რეპორტიორების საზღვრებს გარეშე წერს, რომ ეს გადაწყვეტილება თვითნებური და პოლიტიკურად მოტივირებულია და დაუყოვნებლივ უნდა გაუქმდეს. შეშფოთებულები ვართ ჯაფარიძის დაკავებითა და სასამართლო პროცესის დახურული ხასიათით. მოგიწოდებთ დაიცვათ კანონის უზენაესობა. ჩეხეთის საგარეო ქართულ ოცნებას მიმართავს. მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე ბრალდების მხარე თათია აფრიამაშვილის პატიმრობას ითხოვს. ტყვეების პირველი ნაწილი დავაბრუნეთ 390 ადამიანი წერს ვოლოდიმირ ზელენსკი და ვიდეოს ავრცელებს. Слава Украине! Героям слава! Украина! Понад усе! Украина! Понад усе! ოკუპანტებმა ოდესაზე ბალისტიკური რაკეტებით იერიში მიიტანეს, არის მსხვერპლი. მერაბ სეფაშვილი, გიორგი უშიკიშვილი, თამა და რობი კუხიანიძე. ლაინაპი, რომლითაც 24 მაისს თბილისი Open Air 2025 გაიხსნება, ცნობილია.